ქალები ერთიანდებიან კონფლიქტებს მიღმა ამ სახელწოდების კონფერენციას Holiday in მასპინძლობს. კონფერენციის მიზანია გენდერული საკითხების გათვალისწინებით საქართველოში მოხდეს უსაფრთხოების სფეროს რეფორმირება, რომელიც თავის მხრივ მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის როგორც ომის დროს ერთ-ერთი იარაღის აღმოფხვრას. კონფერენცია სასტუმრო რედისონში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით იმართება და მას 9 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. დელეგატების განცხადებით საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას, რომელიც გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის პირობებს აუმჯობესებს. მივესალმები ამ ტიპის კონფერენციის საქართველოში ჩატარებას. ქალებს შეუძლიათ პოზიტიური როლი შესრულება კონფლიქტების პრევენციაში, კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში. თუ მამაკაცებს კონფლიქტების ძალის მერიგზით მოგვარება მიაჩნიათ გამოსავალად, ქალები უფრო მეტად სამოქალაქო აქტივიზმში არიან ჩართულები და იღწვიან მშვიდობისათვის. ჩართულობა მმართველობაში და სამშვიდობო პროცესებში არა მხოლოდ იმ ქალებს ეხებათ, რომლებიც გადაწყვეტილებების მიმღებ პოსტებზე არიან. ეს თანაბარი მონაწილეობის, ინკლუზიური მმართველობის, ქალთა საჭიროებებისა და უნარების აღიარების საკითხია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ხელშეწყობით ქალთა უფლებების დამცველებს 9 ქვეყნიდან საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება, შეხედულებები და განეხილათ სხვადასხვა სტრატეგიები და გზები ქალთა უფლებების დასაცავად და მათი ჩართულობის გამოსასწორებლად კონფლიქტების დროს და მათ შემდეგ. მადლობა უნდა უთხრა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ფაქტიურად ჩვენ სახელმწიფოს გვეხმარებიან იმაში, რომ მეტი ყურადღება შეგვეძლოს გამოვიჩინოთ კონფლიქტის შემდეგ დაზარალებული ქალების და გოგონების მიმართ.